გესალმებით ტელემაყურებლებო. დღეს TV7-ის ეთერში გადაცემათა ციკლი ლეგენდები. ამ ლეგენდებში გვექნება განხილვა 21 საუკუნეში ნომერ პირველი ლეგენდის, ცოცხალი ლეგენდის დონალდ ტრამპის მიმართ გადაცემა. It is my honor and pleasure to introduce to you the 45th and the 47th President of the United States of America, Donald J. Trump. კერძოდ, რატომ დაიმსახურა ამ ადამიანმა როგორც ადამიანი ლეგენდა პიროვნების მიმართება? რაშია საქმე, რატომ? აი ამას აგიხსნით ახლა, რატომ არის ის ნომერ პირველი ლეგენდა. როგორც მოგეხსენებათ, ამ ადამიანმა წინა პერიოდში, როდესაც ის პირველად იყო არჩეული პრეზიდენტად, მან ხილული სასწაული მოახდინა. კერძოდ, რა სასწაულთან აქვს საქმე? ჩრდილოეთ კორეელი წარმომადგენლები 1945 წლის შემდეგ, აი იმ პერიოდში ჩრდილოეთ კორეელი წარმომადგენლები სამხრეთ კორეაში და სამხრეთ კორეელი წარმომადგენლები ჩრდილოეთში არასოდეს არ ბრძანდებოდნენ. და ამ ადამიანმა ისეთი მოლაპარაკებები აწარმოა, რომ სასწაული მოხდა და ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ოლიმპიადაზე და მას შემდეგ ყველგან ოლიმპიადებზე უკვე მონაწილეობენ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები. ეს ხომ სასწაულია? აი ამ სასწაულთან დაკავშირებით ჩვენ ეს ადამიანი დონალდ ტრამპი დავაჯილდოვეთ მშვიდობის მედროშის დიპლომით. ასევე ეს იმ პერიოდში შედგა დაჯილდოება, როდესაც ის ექს-პრეზიდენტი გახლდათ არჩევნების წინა პერიოდში. მეორე ვადით, როდესაც არჩევა მიმდინარეობდა. რაც შეეხება ლეგენდად წოდებას, ამ ადამიანმა შეძლო ამერიკაში ცივილიზაციის, ანტიცივილიზაციის ქმედება შეეჩერებინა. All of this will change starting today, and it will change very quickly. For a reason, I was saved by God to make America great again. და ისევ დაუბრუნა მთელი ამერიკის შეერთებული შტატები, არა მარტო თანამედროვე, არამედ ნორმალურ ცივილიზაციას. For American citizens, January 20th, 2025 is Liberation Day. But in his honor, we will strive together to make his dream a reality. We will make his dream come true. რომ ხალი ხალია და კაცი კაცია, აი ეს ფორმატი კონსტიტუციურად და ესე იგი კონსტიტუციურად
დაასაბუთა, რომ ეს ნამდვილად ასეა თორე მთელი ამერიკა და ევროპა დღესაც ევროპა გაურკვევლობაშია, ვინაიდან ისინი დღესაც იმას გაიძახიან, რომ ქალი შეიძლება იყოს კაცი და კაცი შეიძლება იყოს ქალი. და აი ეს გაურკვევლობა მან აღმოფხვრა და დააყენა მთელი ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიო იმ აზროვნებაზე, რომ რაც პირველყოფილი ადამიანებიდან მოდიოდა, მოდის და კიდევაც ასე იქნება, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია. As of today, it will henceforth be the official policy of the United States government that there are only two genders, male and female. ეხლა უყურეთ რა შეა საქმე. ვინაიდან ევროპელები ისევ იმაზრზე დგანან და ვერ ხვდებიან ალბათ თუ არიციან, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია და არა პირიქით და რაღაცა გაუგებრობა, ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა, როგორც ლეგენდა ადამიანი, მას დაუდგეთ მხარში და ესე იგი მივაწოდოთ ჩვენი გულის წადილი, ჩვენი სურვილები, რომ ევროპა უნდა განთავისუფლდეს ამ შეგნებული თუ შეუგნებელი მარწუხებიდან. We will not forget our Constitution, and we will not forget our God. Thank you. God bless America. Thank you all. Thank you. სულ მალე 30 იანვარს იქნება ფრანკლინ დელანო რუზველტის დაბადების თარიღი. ამ დაბადების თარიღზე ევროკავშირის წარმომადგენლებმა, თუნდაც გერმანიის კანცლერმა უნდა აღმართონ მშვიდობის დროშა, ვინაიდან თვითონ დონალდ ტრამპი ასევე წარმოადგენს მშვიდობის მედროშეს, მისი ძალისხმევით უნდა შედგეს ეს აქტი, მშვიდობის დროშის აღმართვა რეიხსტაგის ფლაგშტოკზე. თუ ეს შედგება, ესე იგი ევროპა დაუბრუნდება თავის სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც ევროპაც დღეს ფაშისტური პოლიტიკით არის დაკავებული და აუცილებლად ეს უნდა შედგეს მშვიდობის დროშა თუ არ აღიმართება რეიხსტაგზე, მოსკოვზე და კიევზე მშვიდობის დროშები არ აღიმართება, ვერ აღიმართება. მართალია ეს ქალაქები მოსკოვი და კიევი წარმოადგენენ მშვიდობის დესპან ქალაქებს. გაეროს მიერ აღიარებული ჰავიერ პერეს დე კუელიერის ხელმოწერით გაცემული დიპლომების თარიღს გადმოგცემთ. ასევე ვაშინგტონი, ნიუ-იორკი, ჟენევა, რომი, ტოკიო, პეკინი და სხვა მრავალი ქალაქები. ასევე თბილისიც მშვიდობის დესპანი ქალაქი არის. და აი ამ ორ ქალაქს შორის ომი რო წარმოებს, ეს არის დიდი დანაშაული. ეს ევროპელების ანგელა მერკელის წამოწეული თემატიკაა, რომელმაც ომი დააწყებინა. ფაქტიურად მან ჩაუყარა ამ ომს საფუძველი და დონალდ ტრამპი ალბათ როგორც მშვიდობის მედროშეს მთელი გულითა და სულით მიმართავ, რომ გააღვიძოს ეს ევროპელი ფაშისტები და მშვიდობის დროშა აღმართინოს. რამე თუ მათ მოუწევთ მერე
80 წლის იუბილეზე, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა. იქიდან 80 წლის იუბილეზე 9 მაისისათვის მოუწევთ 3 ძეგლის დადგმა რეიხსტაგის წინ. ესენი იქნებიან ფრანკლინ დელანო რუზველტი, უინსტონ ჩერჩილი და იოსებ ბესარიონის ჯუღაშვილი სტალინი. და ამ ძეგლების დადგმა რატომ არის იცით აუცილებელი რეიხსტაგის წინ? იმიტომ არის, რომ საერთოდ ფაშისტური იდეოლოგიამ რომ არ იარსებოს დედამიწაზე. ფაშისტური იდეოლოგია რას აძლევს მსოფლიოს ნათლად ჩანს და აი სწორედ ფაშისტური იდეოლოგია არის ის ჯაჭვები, ის მარწუხები, რომელიც ჯაჭვებიც ადამიანებს ზღუდავს და მშვიდობისკენ ნაბიჯს ვერ ადგმეინებს. ამიტომ უნდა შევაჩეროთ ეს პროცესი. ეს ომი, გაუთავებელი ომი, რომელიც ზღუდავს თვითონ ევროპელებსაც. ძალიან ბევრი ხალხი იღუპება, არავითარი სამართალი, არავითარი ვიღაცების გამდიდრების ხარჯზე. ერთი რამ არის გასათვალისწინებელი ის გარემოება, რომ ქალაქი თბილისი მდებარეობს სწორედ აი ამ ცივილიზაციების საზღვარზე, მსოფლიო ცივილიზაციების, ევროაზიის საზღვარზე. და წარმოიდგინეთ თქვენ, რომ აი თვითონ ქართულ სიტყვას თუ მივუსადაგებთ, ცივილიზაცია, ეს ცივთან არის დაკავშირებული, ესე იგი, ადამიანი როგორც ადამიანების თუ სახელმწიფოების რაღაცა ცივილიზაცია, ცივთან დაკავშირებული ფორმაცია და თბილისი როგორც მშვიდობის დესპანი, ასევე ევრაზიის საზღვარზე მდებარე და პლიუს კი არა საფუძველი საქართველოსი არის ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა. აი ამ კონტექსტში მთლიანობაში აქ თავისებური სითბო იბადება, რომელიც ამ სიცივეს თავის სითბოს, ესე იგი, გადასცემს, როგორც ესთაფეტურად თუ რაღაცა თავისებური სითბოთი უკავშირდება ამ ცივილიზაციებს და თვითონ სიტყვა თბილისი ნიშნავს გამთბარს და უყურეთ თუ ქალის და კაცის აღრევა მოხდა და გაუგებრობა, არა, ოჯახები ვეღარ იბადება, ვერ იქმნება. ამიტომ ქალისა მამაკაცისადმი სიყვარული და კაცისა ქალისადმი სიყვარული, ეს არის სიცოცხლის მუდმივობა. თუ სიყვარული არ არის, ბავშვი როგორ დაიბადება? ყველა მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ამაში დამეთანხმება. რომ ეს ასე არის და აი თვითონ სიტყვა თბილისი უნდა წარმოვიდგინოთ როგორც სიყვარულის სითბოს გავრცელების ერთგვარი თავისებურება და ცივილიზაციები არ უნდა ეცემოდნენ. აი კოვიდი რომ დაიბადა, კოვიდის თემები და ადამიანები 2 მეტრი დაშორებით უნდა ყოფილიყვნენ ერთმანეთთან და ცოლი ქმარი თუ მამა-შვილი და შვილი და ასე შემდეგ, და-ძმანი და ასე დები თუ ძმები, ყველანი მეზობლები რამე ერთმანეთს უნდა დაშორებოდნენ 2 მეტრის მანძილზე. აი ეს აფიორა, რომელიც მსოფლიომ იწვნია ფაქტიურად, აი ეს არანორმალური
ესე იგი ცივილიზაციების განადგურებისკენ მსვლელობა, რომელიც აი სწორედ დონალდ ტრამპმა აღკვეთა საერთოდ ამ ჯანმოს ფაქტორი თავის ყოფაში და ცხოვრებაში. ხედავთ? აი რამხელა შეცდომაში შევიდა მთელი მსოფლიო ცივილიზაცია, კინაღამ არ განადგურდა და აი ადამიანი პირდაპირ გამოდის და ებრძვის ამ გაუგებრობებს და მადლობა უფალს რომ არსებობს ასეთი ადამიანი დონალდ ტრამპის სახით, ასევე დონალდ ტრამპი რომ ჩვენ დავაჯილდოვეთ მშვიდობის მედროშედ, ასევე დავაჯილდოვეთ ილონ მასკი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ასევე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. აი ამ სამეულს შეუძლია დიდი სიტყვა თქვან დედამიწის ცივილიზაციების გადარჩენისკენ, კარგი ნაბიჯები გადადგან და ქვეყნად მშვიდობის ფერხულში აამაღლონ შეგნება და აზროვნება. სიკეთე აამაღლონ სადამდინად შეიძლება დედამიწაზე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. კარგად გრძანდებოდეთ.